საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა ძებნილი მსჯავრდებული ბაჩიაშვილი. გიორგი ბაჩიაშვილის ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტების მითვისებას ედავებოდა პროკურატურის მტკიცებით საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან საქმის გამოძიების დასრულებამდე მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არცნობს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატების განცხადებით დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილი წამების საფრთხის ქვეშ დგას. რობერტ ამსტერდამი გმობს საქართველოს მიერ შიდა და საერთაშორისო სამართლის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის და ამბობს, რომ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას გამოიყენებენ, რათა საქართველოს უკანონო ქმედებებისთვის პასუხი აგოს. ბაჩიაშვილის დაკავებას გამოეხმაურა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სუსტ მადლობა გადაუხადა. ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის უაზრო და ხანდაზმული ბრალდებები, რომლებიც 10 წლეულზე მეტი ხნის წინ ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, ასახავს სასამართლო სისტემის სისტემურ გამოყენებას პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. ბატონი ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება საქართველოში მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს. საფრთხე რეალურია. გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა მიუთითა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების მრავალი და თანმიმდევრული ბრალდების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევის გამო. ხოლო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი 2018 წლის საჯარო ანგარიშში საუბრობს საქართველოში ცემის, იძულებითი დაკითხვისა და დაკავების დროს არასაკმარისი დაცვის მექანიზმების მუდმივი შემთხვევების შესახებ. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, როგორიცაა ბატონი ბაჩიაშვილის საქმე, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანად კომპრომიტირებულია. ჩემი ინფორმაციით უნდა იმყოფებოდეს აქ მერვე დაწესებულებაში, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ წუთის მდგომარეობით ჯერ გიორგი შემოსახლებული არ გახლავთ. უნდა თუ არა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში აქტიურობდა გახდა. არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მქონია და არც მე რეალურება, დანარჩენ დეტალებს, როდესაც მასთან მექნება კომუნიკაცია და დაველაპარაკებ, მე გავარკვევ. სუსი, რასაც ამბობს, ამის შესახებ უნდა გკითხოთ სუსის წარმომადგენელს. მე ვარ ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის. მას შემდეგ რაც შევხვდები მას და გავარკვევ დეტალებს, გაგცემთ პასუხი. ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი, როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე-ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი. ამ სათაურით გუშინ ბრიტანულმა გამოცემა გარდიანმა გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ბაჩიაშვილის ვარაუდით მკვლელობის ბრძანება ივანიშვილის გაცემული არ არის. როგორც ცნობილია ბაჩიაშვილის შესახებ, ბოლო საჯარო განცხადებაში მისი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ორი ქვეყნის სადაზღვევო სააგენტოებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ბაჩიაშვილის სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. ბაჩიაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საუბარია ჯგუფებზე ჩრდილოეთ კავკასიიდან სავარაუდოდ ჩეჩნებზე. ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მითხრეს, რომ უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ჩემი მკვლელობის ბრძანება გაცემულია, ამბობს ბაჩიაშვილი. საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად საქართველოში საწვავის ფასი გაიაფებას განაგრძობს. 20 მაისის შემდეგ ქვეყანაში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის ღირებულება 4-6 თეთრით არის შემცირებული. უნდა აღინიშნოს, რომ მარტის ეგრეთ წოდებულ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულების შემცირება დაიწყო. საქართველოში საწვავის რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად ქვეყნის შიგნით საწვავის კიდევ უფრო მეტად გაიაფებასაც პროგნოზირებდნენ. მაისის დასაწყისში ბენზინის და დიზელის ღირებულება 9-10 თეთრით შემცირდა, 20 მაისის შემდეგ კი ზოგიერთ გასამართ სადგურზე საწვავი კიდევ 4-6 თეთრით გაიაფთა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტი ადამიანი სამშობლოში დაბრუნდეს ღირსეულ პირობებში. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად ემიგრანტების დაბრუნება რჩება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაბრუნებულ თანამოქალაქეებს საქართველოში ღირსეული სამუშაო და ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. სახელმწიფოს ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული ისეთი პროგრამების განხორციელებისკენ,
რომლებიც დიასპორის წარმომადგენლების ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ასევე განსაკუთრებით განათლების საკითხებს ეძღვნება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობის საკითხებს, ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას, სამშობლოსთან უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს, რომლებიც უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი. საზღვარგარეთ ცხოვრები, ჩვენი თანამოქალაქეები, მთელ მსოფლიოს ასწნობენ საქართველოს უნიკალურობას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას. შესაბამისად, მათი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში არის, რა თქმა უნდა, უდიდესი. მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი, სულ უფრო მეტი დიასპორის წარმომადგენელი მაქსიმალურად იაზრებს ამ მისიის მნიშვნელობას. ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენი უმთავრესი საზრუნავი, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში დაბრუნება უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ყველაფრის გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ. ელენე გოგბერაშვილი ესწრება დიასპორის დღისადმი მიცნულ ფორუმს და ადგილზე გაკეთებული განცხადებებით შემდეგ გამოშვებებში შემოგვერდდება. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე 200 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის შემნახულ სისტემას მოაწყობს. საუბარია შემნახველი ბატარეების მშენებლობის პროექტზე, რომლისთვისაც საქართველოს აზიის განვითარების ბანკი 97.873.000 ევროს მოცულობის სესხს გამოუყოფს. შესაბამისი სასაცხო შეთანხმების პროექტი დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. პროექტის განხორციელების პერიოდი 2025-28 წლებია, როგორც მთავრობა განმარტავს, პროექტის მიზანია ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაზრდა, ასევე ქსელში ახალი მზის ელექტროსადგურების დამატება. პროექტი მნიშვნელოვანია ორი მხრივ, ერთი რომ თვითონ ენერგოუსაფრთხოების კუთხით არის ასე ვთქვათ უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, იმისათვის რომ რაიმე ნებისმიერი ავარიის და მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ არ გაითიშოს ძირითადი ქვესადგურები, რაც საბოლოო ჯამში ენერგიის უწყვეტად მომარაგების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ გარდა ამისა, მეორე მხრივ არის მნიშვნელოვანი, შესაძლებლობას გვაძლევს დამატებით დაახლოებით 750 მეგავატი განახლება ენერგიის სადგურები, ანუ მზეზია ძირითადად საუბარი, დაერთოს ქსელს, როგორც ეკონომიკური, ასევე ფინანსური შედეგები აქვს დადებითი, მათ შორის რომ გავაკეთეთ, რომ ამას მომსახურებას სახელმწიფო ელექტროსისტემა თავისი შემოსავლებით ამ პროექტიდან მიღებული შემოსავლებით სრულად დაფარავს, როგორც ძირს, ასევე სესხის მომსახურებას და შესაბამისად დაგეგმილია სესხად გადაეცეს ელექტროსისტემას ეს თანხა, განსხვავებით იმისგან, რომ ვალუტის რისკი არ გვინდა, რომ ელექტროსისტემას კონდეს, ამიტომ ჩვენ დოლარში, ევროში ვცეცხლობთ, თუმცა ლარში იქნება ელექტროსისტემას გადასესხებული. რას მოიცავს ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის პროექტი და რა პოტენციალი აქვს ქვეყანაში მსგავსი ტიპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობას. თუმცა შუბაშვილი მუშაობს თემაზე და დეტალებს შემდეგ გამოშვებებში გაგვაცნობს. საქართველოში ჯანდაცვის სექტორი იზრდება ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერების ფინანსური მაჩვენებლებით. TBC კაპიტალის შეფასებით სექტორი ზომიერად არის კონცენტრირებული, სადაც 10 ძირითადი საავადმყოფო შეადგენს ბაზრის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 50%, ხოლო დარჩენილი წილი ნაწილდება მცირე პროვაიდერებს შორის. მიწოდების მხრივ არასაკმარისი ჯანდაცვის მუშახელი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. მეტ და ექიმთან თანაფარდობა გაცილებით დაბალია ევროკავშირის სტანდარტებზე და რეგიონული ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებზე. ამასთან ჯანდაცვის დანახარჯებში ჯიბიდან გადახდებს კვლავ მაღალი წილი უჭირავს, რაც ჯანდაცვაზე მოსახლეობის მაღალ ფინანსურ თვირთზე მიუთითებს. კვლევის მთავარ მიგნებებზე და დღეს სექტორში არსებულ გამოწვევებზე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი. საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის სისტემების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად მუშაობს ოფიციალური დაავადებისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მისაღწევად. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ემანუელ სუბერიანთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92 გენერალური სესიის ფარგლებში მოხდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან პირისპირ შეხვედრები
სემინარებიც გაიმართა, ასევე სიტყვით გამოვიდა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92 გენერალურ სესიაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს დგამს ქმედით ნაბიჯებს ვეტერინარული კეთილსაიმედოობის მისაღწევად, რაც ერთი მხრივ საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან დაახლოებაში, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისი ორგანოების შესაძლებლობის გაზრდაში გამოიხატება. ამ ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა გაგვემართა ორთვივის შეხვედრები ჩემს კოლეგა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან, აქ აღსანიშნავი არის პორტუგალიის, ესპანეთის, საფრანგეთის მინისტრები, კენიის მინისტრი, რომელიც ამ შემთხვევაში განხილული იყო ორთვივ ურთიერთობაში შესაძლებლობები ამ ქვეყნებს შორის, სად და როგორ შეიძლება რომ მოხდეს მხარდაჭერა, როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით. საქმის კურსი 12 საათსა და 30 წუთზე ამით დასრულებულია, განახლებული ინფორმაციით 13 საათსა და 40 წუთზე დაგიბრუნდებით.